დილა მშვიდობის ეთერშია დღის ნიუსრუმი, მე ვარ ლელა ბაღდავაძე. ქართული ოცნება მზადა ბრიუსელთან კრიტიკულ საკითხებზე, მათ შორის ეგრეთ წოდებულ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით საუბარი დაიწყოს. მმართველი პარტიის სახელით შესაბამის განცხადებას ნიკოლოზ სამხარაძე აკეთებს, რომელიც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა. აღდგება თუ არა დიალოგი ბრიუსელსა და ქართულ ოცნებას შორის და რა უნდა მომხდარიყო ქართულ ოცნებაში, გამომდინარე იქიდან, რომ აქამდე დამთმობი ნაბიჯების გადადგმის მზადყოფნას არ გამოხატავდნენ. დაგველოდეთ, დღეს სამით ვიწყებთ, თუმცა ვიდრე სტუმრები შემოგვერთებიან, გადავხედოთ ბოლოს სიახლეებს. ევროპარლამენტში დღეს კენჭს უყრიან საქართველოს შესახებ ანგარიშს, რომელსაც ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანი წარადგენს. ანგარიშის მხარი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა 5 მაისს 53:14 წინააღმდეგ დაუჭირა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი გამოხატავს სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც განაგრძობს ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის. ანგარიშის თანახმად ქართულმა უცნებამ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად შეცვალა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი. 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 13 პირის საქმეზე დღეს შესაძლოა განაჩენი გამოცხადდეს. სათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე ეპიზოდებიდან ეს ერთადერთია, სადაც ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმება არ უფორმდებათ. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულებმა საბოლოო სიტყვები უნდა წარმოთქვან, რის შემდეგაც მოსამართლე თამარ მახარობლიძე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა. რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს წუხელ 5 ჯერ დაარტყეს, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა და 7 დაიჭრა. უკრაინული მედიის ინფორმაციით დაზიანდა საგანმანათლებლო დაწესებულება, სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი შენობა. რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში სლავიანსკსაც შეუტიეს. დაღუპულია 3 ადამიანი და 5 დაშავდა. თავდასხმის შედეგად სულ-მცირე 117 კერძო სახლი დაზიანდა. მაშასე კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეს არის დღის ნიუსრუმი და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა ქავტო ლელა და მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს და მსმენელს. ქავტო ლელა, უცნაური განცხადება კეთდება ქართულ ოცნებაში ბრიუსელთან წელიწადნახევრიანი კონფრონტაციის შემდეგ. საქართველოს ხელისუფლებაში ლაპარაკი დაიწყეს იმის თაობაზე, რომ მზად არიან კრიტიკულ საკითხებზე, მათ შორის ეგრეთ წოდებულ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით სასაუბროთ. ქართული ოცნება ლუქსემბურგს თხოვს ევროკომისიასთან დააყენოს საქართველოსთან დიალოგის განახლების საკითხი. ლუქსემბურგში იმყოფება მოგეხსენებათ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება სწორედ იქიდან გაკეთდა. აი რაშია საქმე, როგორ ვფიქრობთ, რა უნდა მომხდარიყო მმართველ პარტიაში, იმიტომ რომ გუშინდელი დილაც ისევ ბრიუსელის კრიტიკით დაიწყო, მაგალითად ჩალვა პაპუაშვილმა, ხოლო საღამოს უკვე მოვისმინეთ ის განცხადება, რაზეც სწორედ ახლა უნდა ვისაუბროთ. მართალი გითხრათ, უცნაურობები ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან მე აღარ მაკვირვებს, მაგრამ გუშინდელი დღე განსაკუთრებული იყო მაინც, იმიტომ რომ დილა ჩვეული გონორით დაიწყო პაპუაშვილმა ევროკავშირთან დაკავშირებით, არ დაიშურა არც ერთი ეპიტეტი, მათ შორის საბჭოთა კავშირთან შედარების ეს ეთყობა ხატოვანი შედარება ძალიან მოსწონს ვიღაცამ უთხრა ეთყობა, რომ კარგი ანალოგია ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის. ამ დროს, რა ვიცი, რამდენად არ უნდა იცოდიან საბჭოთა კავშირის ისტორია ან ევროკავშირის ისტორია, რომ საერთოდ თავში მოგივიდეს ამ ტიპის ანალოგია გააკეთო, მაგრამ გუშინ ძალიან საინტერესო რამ თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ დამეთანხმებით, რომ ჩვენ უჯერებთ საქართველოს ეკლესიას და არა ბრიუსელს, თქვენ დაუჯერეთ პირიქითო. ანუ ნახეთ რაშია საქმე, ეს არის ძალიან სერიოზული ხაფანგი, სიმართლე გითხრათ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მორიგი სხვათა შორის, რომელსაც უგებს ქართული ოცნების ღრმად მორწმუნე ხელისუფლება და შევეცდები ახლავე აგიხსნათ. მიუხედავად ყველაფრისა იმ პროცესებისა, რაც ქვეყანაში მიდის, არ იცვლება სურათი და სტატუს კვო, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას.
ინფლაციას და მე რამდენადაც ვიცი, ბოლო კვლევებითაც ასეა მხოლოდ რამდენიმე პროცენტით არის შემცირებული მხარდამჭერთა რიცხვი მთელი ამ რეპრესიული მექანიზმების მერე. ანუ რა გამოდის ქართული ოცნება, იმიტომ რომ საქართველოს ექნება პრობლემები ოცნების ხელისუფლების პოლიტიკის გამო ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ეს იქამდე შეიძლება მივიდეს, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეუჩერდეთ ვიზა ლიბერალიზაცია და დადგნენ ძალიან დიდი პრობლემების წინაშე. ელემენტარულად ეს ვიზა ლიბერალიზაცია ხო ბევრისთვის თავის გადარჩენის პირდაპირი მნიშვნელობით საკითხია, ხო? ფიზიკური არსებობის შესანარჩუნებლად, ხო? და ამ ყველაფერს ამ ტვირთის გადატანა უნდათ ახლა მართლმადიდებელ ეკლესიაზე, რომ მართლმადიდებელი ეკლესია მოითხოვს იმ კანონების, ასე ვთქვათ, აღსრულებას, რომლის გაუქმებასაც ითხოვს ევროკავშირი. მაგრამ რომ არ დაიბნეს ჩვენი მოსახლეობა, მათ შორის ისინი, ვინც თავს მორწმუნეებად მიიჩნევენ, ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ ევროკავშირის მოთხოვნები არის პირველ რიგში რეპრესიული კანონების გაუქმება, რომელიც ითვალისწინებს მაგალითად ეს აგენტების შესახებ კანონი, რომელმაც პრაქტიკულად კანონგარეშე დააყენა ჩვენი მოსახლეობის და საზოგადოების გარკვეული ნაწილი, ასევე პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხი, პოლიტიკური დევნის შესაძლებლობას, რომელი კანონებიც აძლევთ, რომელიც სწორედ რომელსაც იყენებს ხელისუფლება. აი ეს არის პრიორიტეტული ჩამონათვალი ევროკავშირისათვის, რომლის გაუქმებასაც ისინი ითხოვენ. და ამიტომ აქ ეკლესიის შემოყვანა როგორც მთავარი აქტორისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია versus ბრიუსელი, რაც გუშინ ახალი ნარატივი შემოიტანა შალვა პაპუაშვილმა, ეს არის უკიდურესად არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართაც, სახელმწიფოს მიმართაც, ბრიუსელის მიმართაც და საკუთარი მოქალაქეების უშუალოდ და მაინც მინდა თემას დავამოწმოთ, რასაც ქვია, რასაც ქვია დიალოგის განახლების შეთავაზება ქართული ოცნების მხრიდან, განცხადება, რომ მმართველი პარტია ლუქსემბურგს თხოვს ევროკომისიასთან შუამდგომლობას, რათა საქართველოსთან აი სწორედ ეს დიალოგი განახლდეს. გუშინ საღამოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძისგან მოვისმინეთ, არადა ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე კიდევ ერთხელ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მედიასთან აცხადებდა, რომ თუ ბრიუსელს საქართველოში მიღებული რომელიმე კანონი არ მოსწონს, შეუძლია ცივი წყალი დაალოს. აი თანხმედრა ეხლა ამ ორ განცხადებას და პოზიციას შორის ნამდვილად არ არის, მეტიც როგორც პოლიტიკოსები ამობენ, არის უდიდესი აცდენა, ამიტომ ჩნდება კითხვა, ვინ მისცა ნიკოლოზ სამხარაძეს ამ ტიპის განცხადების გაკეთების, ასე ვთქვათ, დავალება და მეორე მხრივ რამდენად იცოდა ეს პარლამენტის თავმჯდომარე. ამი ხომ არ ჩანს, რომ შალვა პაპუაშვილი, ასე ვთქვათ, თამაშგარე მდგომარეობაშია. ზუსტად ეგ უნდა მეთქვა, მინიმუმ რასაც ჩვენ ხედავთ, ეს არის მის კომუნიკაცია პარლამენტის თავმჯდომარესა და პარლამენტის წევრ კომიტეტის თავმჯდომარეს შორის, ანუ ამ ტიპის მის კომუნიკაცია მე დაუშვებელი მგონია, მაგრამ მე ვფიქრობ უკვე, რომ პარლამენტის თავმჯდომარეც და ზოგადად პრემიერ-მინისტრიც და მისი აი ეს გუნდიც, რომელიც ბოლო 2 წელია მე მგონი მართავს de iure პროცესებს, თორე de facto ვინც მართავს ჩვენთვის ცნობილია, ისინი უკვე გარკვეულწილად თამაშგარე მდგომარეობაში არიან და მათ არ აქვს ფაქტია, რომ ვიღაცამ ნიკოლოზ სამხარაძეს დაადევნა ამ ტიპის მითითება, რითაც უნდა ვინ შეიძლება იყოს ეს ვიღაცა და აქვე ქავტოლელა, მაგრამ კიდევ ერთ კითხვას დაგისვათ, ხა კომიტეტის თავმჯდომარე რა პოზიციაც ნიკოლოზ სამხარაძეს უკავია, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი პოზიცია, თუმცა ქვეყანას ხავს უფრო მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, ხო? შესაბამისად, აი რატომ ბრიუსელთან ურთიერთობების გადატვირთვის მზადყოფნის გაჟღერება პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის დონეზე და არა ვთქვათ ქვეყნის პირველი პირების მხრიდან, რატომ არ გააკეთა ეს განცხადება იგივე ირაკლი კობახიძემ, რომელმაც 2024 წლის ნოემბრის ბოლოს ევროკავშირთან ურთიერთობების გაჩერების შესახებ ამცნო საზოგადოებას.
და ამიტომ ვამბობთ, რომ შეიძლება ამოვიკითხოთ პირველი ქართული ოცნების გუნდში არსებული გარკვეული ასე ვთქვათ პრობლემები ამით რომ არ არსებობს უკვე ერთიანი და მონოლითური პოზიცია საკითხებთან დაკავშირებით და მეორე რაც შეიძლება ვივარაუდოთ არის ის რომ ეს ნიკოლოზ სამხარაძის საღამოს გაკეთებული განცხადება არის ფორსირებულად მიღებული გადაწყვეტილება რამ არა ვინ განაპირობა ამ ტიპის განცხადების გაკეთების ვიზა სამხარაძისთვის შეეძლო ერთადერთ პიროვნებას მიეცა არა პირდაპირ კავშირით არამედ ნუ გადაცემით ეს არის ბიძინა ივანიშვილი იმიტომ რომ ის წყვეტს ამგვარ საკითხებს მე ესე ვფიქრობ სხვა ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებ და მით უმეტეს იმ ფონზე როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს თავისი პოზიციები უკვე რამდენიმე საათით ადრე გამოთქმული ჰქონდა და ის აბსოლუტურად არ არის თავსებადი ნიკოლოზ სამხარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან მიმართებაში. ის რომ დღეს არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ ქართული ოცნებისთვის საუკეთესო პირობები არ არის, ამაზე უნდა შევთანხმდეთ ყველა, იმიტომ რომ მიუხედავად უამრავი მცდელობისა, მიუხედავად ძალიან უხვად გაღებული ფინანსური რესურსებისა, რომ მოეძებნათ ლობისტები ევროპასა თუ შეერთებულ შტატებში, რომელიც მათ ხელისუფლებას მიანიჭებდა იმ ხარისხით ლეგიტიმაციას, რომ ისინი ამით შიდა პრობლემების მოგვარებას, ანუ საპროტესტოდ განწყობილ მოსახლეობას, ასე ვთქვათ, მოერეოდნენ, მათ ვერ მიიღეს და პირიქით მათ ქვეყნის შიგნით ვერ მიიღეს ის სიტუაცია, მიუხედავად დიდი რეპრესიებისა, რომელიც მათ ქვეყნით გარეთ ხელშეუწყობდა თავის ლეგიტიმაციაში. ვისაუბროთ იმაზე, ნიშნავს თუ არა ევროკომისიასთან ეს დიალოგის განახლების და პრობლემურ კანონებზე, მათ შორის ეგრეთ წოდებულ გამჭვირვალობის კანონზე საუბრის დაწყების მზადყოფნა იმას, რომ ქართული ოცნება უკან დახევას იწყებს. აი რა პასუხი გაქვთ ამ კითხვაზე? ქართულმა ოცნებამ ცალფეხზე დგომა დაიწყო, თუ კი სოციალურ ქსელებს გადავავლებთ თვალს, აი გუშინ საღამოს პირველ რიგში სწორედ ასეთი გამოხმაურება ახლდა ნიკოლოზ სამხარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას. ნიშნავს თუ არა ის იმას, რომ ქართულმა ოცნებამ უკან დახევა დაიწყო და ნიშნავს თუ არა ის იმას, რომ მართველი პარტია იწყებს აღიარებას იმისა, რომ მათი ხელისუფლების ნაბიჯებმა ქვეყანაში სერიოზული პრობლემები და ღრმა პოლიტიკური კრიზისი შექმნა. ესე იგი, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადება სხვაზე ვერაფერზე გვაფიქრებინებს, გარდა იმისა, რომ ევროკავშირის მიმართ შესაძლოა შეიცვალოს დამოკიდებულება ქართული ოცნების ხელისუფლებამ, იმიტომ რომ აქამდე საერთოდ არ განიხილებოდა რაიმე კანონის გადახედვა, ან თუნდაც იმ რეპრესიული ზომების გადახედვა, რომელსაც ქართული ოცნება სწორედ საკანონმდებლო დონეზე ახორციელებს და ამის ხელშეწყობით. რაც შეეხება ცალფეხზე დგომას, უნდა გითხრათ, რომ 2022 წლის შემდეგ ქართული ოცნება ცალფეხზე კი არა 4-ზე დგას რუსეთის წინ და ეხლა თუ გაიმართება წელსვე და ცოტა ხანი ცალფეხზე დადგება ევროკავშირის წინაშე, არაფერი არ უჭირს 4-ზე დგომას ნამდვილად ჯობს ეს ამბავი, მაგრამ თუ უკან დახევა დაიწყეს, ამას აუცილებლად მოყვება იმ გუნდის მსხვერპლშეწირვა, რომელიც 2022 წლიდან პასუხისმგებელია იმ პოლიტიკაზე, რომელიც ყოველ შემთხვევაში ტარდება და ოფიციალურად ცხადია, ეს არის ბიძინა ივანიშვილის კურთხევით ეს პოლიტიკა, მაგრამ უშუალო პასუხისმგებლობა ამ გუნდს, ასე ვთქვათ, მიეწერება და შესაბამისად ამ უკან დახევისთვის ბუნებრივია ივანიშვილს დაჭირდება მათი მსხვერპლად შეწირვა, რაც არც არის გამორიცხული. თუმცა რატომ იწყებს ამ უკან დახევას? ალბათ ესეც ერთ-ერთი კითხვაა, რაც ამ განცხადებას ახლავს, იმიტომ რომ აი თქვენც აღნიშნეთ და რეალურად ასეა, ამის 2 წელია ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ ქართული ოცნების იძულება ვერავინ ვერანაირი გზით აქამდე ვერ შეძლო. აი ახლა რა იცვლება, როგორ ფიქრობთ ქართული ოცნებისთვის, რის გამოც ის იძულებული ხდება გადადგას გარკვეული ქართული ოცნებისთვის ისევე ქართული ოცნების ნარატივები
ადგილებში რომ ვიმოძრაოთ და ჩვენი შეფასებებისგან თავი შევიკავოთ, ბევრი რამ იცვლება. მათთვის მოულოდნელად დავესესხები მათ ფილოსოფოსზე ზაზა შათირიშვილს ტრამპი დიპსტეითის აგენტი აღმოჩნდა, ხო? ასე ფიქრობენ ისინი. არა მანამდე კი ვიცით 20 იანვარი ტრამპის ინაუგურაცია საკრალურ თარიღად იყო გამოცხადებული და ამის შემდეგ ელოდნენ ისინი ცის გახსნას ქართული ოცნებისთვის. მაგრამ ეს არ მოხდა. ასევე მათივე ნარატივებით რომ ვიმოძრავოთ თვითონ პროპაგანდისტულ არხებზე ისმის უკვე სულ უფრო ხშირად რომ რუსეთი მარცხდება უკრაინასთან მიმართებაში რომ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა. და ესეც უნდა გითხრათ რომ მოულოდნელობა ივანიშვილისთვის და მისი გუნდისთვის და ზოგადად აი იმ საზოგადოებისთვის ვინც მართლა გულწრფელად უჭერდა მხარს რომ მათთვის სრულად წარმოუდგენელი იყო რომ რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების დროს ჩვენ შეგვეძლო ასეთი ვითარება მიგვეღო რომ უკრაინა შეტევაზე გადავიდოდა და ომი რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდოდა იმ ხალხისთვის ვინც კიევის სამ დღეში აღებას ელოდა ეს არის ძალიან შემაძრწუნებელი ამბავი მართალი გითხრათ. ამიტომ ბევრი რამ შეიცვალა რა საკვირველია და ასევე შეიცვალა მე მგონი წარმოდგენები საკუთარ ხალხზე. როდესაც ჩვენ ვამბობდით, მათ შორის ძალიან ბევრი ოპოზიციონერსაც არჯეროდა რომ საქართველო არ არის ბელორუსი და მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ არც თავისუფლებისთვის, ვინც იბრძოლა ბელორუსში იმ ხალხს, მაგრამ აღმოჩნდა რომ 600 დღე ქუჩაში ლამის არავინ არ გაუტარებია და აი ქართულ ხალხს მიუხედავად ყველაფრისა, ხო, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს და უნდა გითხრათ რომ ეს არსად უმრავლესობა არ ქმნის ხოლმე პროგრესს და ცვლილებებს არ იწვევს. ეს ყოველთვის მე რა რომ იქ ათასობით ადამიანი არ დგას 600 დღე ქუჩაში, მაგრამ ათასობით ადამიანი და 10,000-ობით იკრიბება ყოველ დაძახილზე, როგორც კი ეს საჭირო ხდება. უშუალოდ ლუქსემბურგზეც მინდა ერთი კითხვა დავსვა, როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარისგან მოვისმინეთ, ქართული ოცნება ის სწორედ ლუქსემბურგს თხოვს ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ. ამიტომ ახლა გითხარით, რა შეუძლია ამ ქვეყანას, ანუ რამდენად სწორად ყავს ქართულ ოცნებას შუამავალი ქვეყანა შერჩევა? არ ვიცი, თავის დროზე ბიძინა ივანიშვილი იყო ლუქსემბურგის მოქალაქეც და მე არ ვიცი თუ იქ მას რამე კონტაქტები აქვს და ამის გამო შეიძლება ლუქსემბურგმა ეს მისია თავის თავზე აიღოს, ეს რასაკვირველია ცოტა ვუტრირებ. მე ლუქსემბურგი არ წყვეტს ევროკავშირთან მიმართებაში ბევრს და ევროკავშირის პოლიტიკას არ განაპირობებს, რასაკვირველია და მე უბრალოდ მართლა კითხვა მიჩნდება რომ აღარ არსებობს არანაირი პირდაპირი კონტაქტები მაგალითად ევროკავშირის მმართველ ჯგუფსა და საქართველოს ოცნების ხელისუფლებას შორის, რომ რომელიმე ქვეყნის შუამავლობით არ დაიწყოს, როგორც ჩანს, ისეთი რთული ვითარებაა, აქედან ვხვდები, რომ აუცილებელია შუამავალი, იმიტომ რომ პირდაპირი კონტაქტები აღარ არსებობს ამ ხელისუფლებასა და როგორ გქონდათ მეორე მხრივ რა იქნება თვითონ ბრიუსელის პასუხიც? შუამავლებით თუ შუამავლების გარეშე რამდენად დათანხმდება ქართულ ოცნებასთან დიალოგის განახლებას, ეს ერთი და მეორე მხრივ რამდენად საკმარისი შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, ევროსტრუქტურებთან ურთიერთობების გადასატვირთვად მხოლოდ ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონის უკან წაღება თუ გადახედვა, არ ვიცი ზუსტად ეხლა რას გულისხმობდა ნიკოლოზ სამხარაძე, როდესაც ამბობს, რომ ამ თემაზე საუბრისთვის მზად არიან. აი, ურთიერთობების გადატვირთვისთვის მინიმუმ რა შეიძლება მოითხოვოს ბრიუსელი? ქართულ ოცნების ხელისუფლებას ძალიან მკაფიოდ აქვს
ცოდნა იმის შესახებ, თუ რას ითხოვს ბრიუსელი მისგან და რას ითხოვს ვაშინგტონი მისგან ურთიერთობების ნორმალიზაციის დაწყებისათვის. ძალიან ზუსტად აქვთ ეს გაიდლაინები. რა იგულისხმება? აქ იგულისხმება პოლიტპატიმრების და სინდისის პატიმრების გამოშვება, იგულისხმება იმ პოზიციის გადახედვა, რასაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვა აქვია, აი იმ რეპრესიული კანონების, ასე ვთქვათ, გაუქმება, რომელიც მას შესაძლებელი, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპულ და ზოგადად დასავლურ ღირებულებებს. ამ თვალსაზრისით შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს აქვს აბსოლუტურად ერთნაირი პოზიცია, თუ არ დავამატებთ იმას, რომ შეერთებულმა შტატებმა დამატებით თავისი, ასე ვთქვათ, ეკონომიკური და გეოეკონომიკური ინტერესებით ჩადო ამ პაკეტში და აქ იგულისხმება ბანაკლის სპორტი, შეერთებულ შტატებთან დაპირისპირებული ქვეყნების ინტერესების, ასე ვთქვათ, შეზღუდვა და გავლენების ამ ქვეყანაში. ხო, ევროკავშირს ეს არ აქვს. ევროკავშირის პაკეტში არის მთლიანად ადამიანის უფლებები და აი ის რეპრესიული საკანონმდებლო ბაზის ნიველირება, რომელიც არსებობს. ამიტომ ძალიან კარგად იციან, მაგრამ ეს ჩვეული სტილია ბატონი ივანიშვილისა, აი ვაჭრობის ამბავი, და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს ლელა, რომ ის აგროვებს ბევრ სავაჭროთ, როდესაც ესე გაამკაცრა ვითარება ქვეყანაში, ბევრი ადამიანი დააპატიმრა, ბევრი კანონი მიიღო იმისთვის, რომ მერე ნელ-ნელა დაიწყოს თითო ბარტყის გადაგდება და ამ პრინციპს. მე თავისუფლებას ვაძლევ, ჩემი სუბიექტური აზრი გითხრათ, რომ არ წაყვება. არ წაყვება და თუ კარგად დაფიქრდება ბატონი ივანიშვილი, უნდა მიხვდეს, რომ მისი მდგომარეობა ახლა ნამდვილად არ არის ისეთი, რომ ივაჭროს. თუმცა მე არაერთგზის მithქვამს, რომ დიდ პოლიტიკაში ივანიშვილს სავაჭრო მაგიდასთან არავინ არ დასვავს სოვდაგრად თქო, ეს არაერთგზის ჩემ ეთერში მithქვამს და იგივე აზრისა ვარ ახლა. არის ღირებულებები, არის კრიტერიუმები, უნდა დააკმაყოფილოს ეს კრიტერიუმები. ბრიუსელსა და ქართულ ოცნებას შორის ურთიერთობები დაბრუნდება თუ არა მხარეები დიალოგის მაგიდასთან, იქამდე კი არც ისე კარგი ამბები ხდება საქართველოსთან მიმართებაში სწორედ ბრიუსელში. მაგალითად დღეს ევროპარლამენტი ჩვენს ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მურიგ წვავი ანგარიშს გაიტანს და კენჭს უყრეს პლენარულ სტომაზე, ამიტომ ახლა რამდენიმე წუთი ამ თემაზეც მინდა გავჩერდეთ, როგორც თავად ევროპარლამენტის წევრებისგან ვიგებთ, ანგარიშში არა მხოლოდ კრიტიკულად არის შეფასებული ქართული ოცნების დღევანდელი პოლიტიკა, არამედ ევროკავშირის და ევროსტრუქტურებისადმი არის გაკეთებული მოწოდება, რომ მიზნობრივი სანქციების ამოქმედება მოხდეს საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პირებთან მიმართებაში. აი როგორ ჩაივლის ბრიუსელში დღევანდელი დღე თქვენი აზრით საქართველოს შესახებ მწვავე ანგარიშის მოსმენა და აი მართლა ჩალის ფასი უნდა ჰქონდეს ქართული ოცნებისთვის იმ რეზოლუციებს, ანგარიშებს და მწვავე საერთაშორისო დოკუმენტებს, რასაც ბოლო პერიოდში ჰქონდა ადგილი თუ სინამდვილეში არც ისე ჩალის ფასის მატარებელია მმართველი პარტიისთვის ყველა ეს დოკუმენტი. იმდენი იძახა ქართულმა ოცნებამ ჩალის ფასი აქვს, რომ ჩვენ დიდი ალბათობით გავხდებით მომსწრენი ჩალას ოქროს ფასი როგორ დაედება, როდესაც ისინი პირდაპირ იწვნევენ იმ ასე ვთქვათ რეზოლუციების შედეგებს, რომელსაც იღებს ევროპარლამენტი. ნუ დიდი ალბათობით ნიკოლოზ სამხარაძის ის განცხადება, რომელიც გაკეთდა არის გარკვეულწილად შესაძლო პრევენცია ამ რეზოლუციის მიღების წინ. მე არ ვიცი ამ გზავნილის გარდა კიდე რამე ტიპის კონტაქტი თუ შედგა, მაგრამ ფაქტია, რომ ევროკავშირი ნამდვილად არ გავს იმ ასე ვთქვათ მდგომარეობაში მყოფს, რომელიც აპირებს
პირებს უკან დაიხიოს ქართულ ოცნებასთან მიმართებაში და დაელოდოს, როდის გადმოუგდებს ქართული ოცნება თითო ბარცხს, იმიტომ რომ თქვენ იცით ახლა რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ევროპული ბიუროკრატია შეიძლება ყოველთვის არ იძლევა ისეთ მყისიერ შედეგებს, როგორცაც ჩვენ ველით და გვინდა ხოლმე, მაგრამ ის მუშაობს ძალიან წყობრად მაინც და საბოლოო შედეგი დგება გვიან, მაგრამ ძალიან გარანტირებულად. ამიტომ ძალიან სამწუხაროა, მე არ მგონია, რომ ამ რეზოლუციის შინაარსში რამე შეცვალოს სამხარაძის განცხადებამ. მე სულ არ მიხარია, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირთან ისე არ დაზიანდეს ეს ურთიერთობები, რომ შემოbrunების წერტილი ვეღარ მოვძებნოთ მერე, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. მე არ ვიცი, შემიძლია ჩემი თხილი არა, ვარაუდი გამოვთქვა, სუბიექტური მოსაზრება, რომ ბიძინა ივანიშვილს აღარ აქვს მანევრირების და მანიპულირების რესურსი, მან უნდა ძალიან მკაფიოდ, დროც აღარა აქვს ამისთვის, მიიღოს დროც ამოეწურა, კი, ან აქეთ, ან იქით, ხო, ზღაპრებში რომ მარჯვნივ ხვალ დაიღუპები, მარცხნივ ხვალ დაიღუპები, დაახლოებით ეგეთ ვითარებაში, მაგრამ გზა მაინც უნდა ამოირჩიოს. გატოლელა, ბოლოს კიდევ ერთი აქტუალური საკითხი და ამით დავასრულებთ, ახლა უკვე კორუფცია და ქართული ოცნება, როგორც გუშინ გავიგეთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამჯერად საქართველოს რკინიგზის ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და კიდევ 7 პირი მისცა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში. 8 ადამიანიდან რკინიგზის 6 ყოფილი თანამდებობის პირი დაპატიმრებულია, 2-ზე კი ძებნა გამოცხადდა და მათ შორის არის დავით ფერაძეც. უცი ამბობს, რომ რკინიგზის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა თავად ჩამოაყალიბა შეთანხმებულად მოქმედი სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაული ჯგუფი, რომლის საშუალებითაც სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს დაეუფლნენ და უკანონოდ მოპოვებულ ქონებას კანონიერი სახე მისცეს. აი რას გვეუბნება ინფორმაცია, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან ვისმენთ და აქვე ერთი დეტალი, დავით ფერაძეს, როგორც ამბობენ ყოველ შემთხვევაში ასე წერს მედია, წლების განმავლობაში კვეთა ჰქონდა პერსონალურად ბიძინა ივანიშვილთან, მათ შორის მისი საქმიანობა რკინიგზამდე, საქართველოს რკინიგზამდე უკავშირდებოდა ქართულს. აი რას ნიშნავს ის, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული კიდევ ერთი პირის მხილება ხდება კორუფციულ დანაშაულში? ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიან კარგი უნარები აქვს სახელმწიფოს მართვის და კადრების შერჩევის. მაგრამ ჩვენ ახლა ვხუმრობთ, მაგრამ ამის მიღმა შეიძლება კიდე ძალიან მძიმე რეალობა ამოვიკითხოთ და რა. ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში მთელ ქვეყანას უმტკიცებს, რომ მისი გუნდი არის საუკეთესო პატრიოტებით, ტრადიციებით და ღირებულებების დამცველი ადამიანებით დაკომპლექტებული და ეს არის მისი მთავარი ღირსება ამ ქვეყანაში. ყველა აღმოჩნდა, რომ ამდენი წლის განმავლობაში ეს პატრიოტი, მორწმუნე და ტრადიციული ღირებულების მცველი ქართული ოცნების წევრები ხრავდნენ და ძარცვავდნენ ამ ქვეყანას, სადაც წააწვდნენ იქ. დაწყებული მერიაში აღმოჩნდა, რომ სუსის უფროსები და მოადგილეები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან ქთამს იღებდნენ, საბავშვო ბაღში ბავშვებს საჭმელს ართმევდნენ, ჯარს საჭმელს ართმევდნენ, ყველგან იპარავდნენ, სადაც ხელი მიუწვდებოდათ. ეს სისტემური კორუფცია, მაგრამ ამის მიღმა პოზიცია, რომ ჩვენ ვართ კარგები, დანარჩენები უსამშობლოები, ჩვენ ვართ პატრიოტები, ეს იმას ნიშნავს, რომ ქურდობა და კორუფცია, ძარცვა, ბიუჯეტის ფულის ჭამა ბიძინა ივანიშვილმა ამ ქვეყანაში ნორმად გადააქცია. ნახეთ, არა აქვთ რეაქცია ბირთვულ მომხრეებს იმაზე, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პატრიოტი ბიჭი იყო. მე რა რომ პრემიერ-მინისტრმა აკეთა ის, რომ უკანონო შემოსავალი
მოსავლები მიიღო, მე რა ოქრო ზოდები აგროვა, ის პატრიოტი ბიჭი იყო. ეს ქართული ოცნების ლიდერშიპი დავით ფერაძის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში ეს რომელი ეგრეთ წოდებული კლანის მიმართ შეტევის გაგრძელება შეიძლება იყოს და ვის თავზე ვიწროვდება თქვენი აზრით პოლიტიკური კულტურა. მე როგორც ვიცი, ბიძინა ივანიშვილი, როდესაც რკინიგზის უფროსად იყო მამუკა ბახტაძე, ანუ მასთან დაახლოებული ძალიან პერსონა, იქ ასევე იყო სამეთვალყურეო საბჭოში, თუ არ ვცდები, მისივე ნათესავი უჩა მამაცაშვილი და შეუძლებელია, რომ საქართველოს რკინიგზაში რაც ხდებოდა, ეს ახლა გაეგო ბიძინა ივანიშვილს და სუსი ახლა რო აკეთებს განცხადებას, მე მაინტერესებს, სუს არ უნდა რამე გვითხრას, რა ხდებოდა ამ უწყებაში, რომლის უფროსი და ორი მოადგილე ახლა ციხეშია კორუფციისთვის და ძალიან მძიმე ბრალდებებისთვის, არ უნდა სუსმა გვითხრას, დღევანდელმა სუსმა, თვითონ რა დღეშია ეს უწყება, რად გადაიქცა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში. აი, ამაზე არ უნდათ, რომ პასუხი გაგვცენ და განა ვინმეს წარმოუდგენია ის, რომ დღეს ქვეყანაში, სადაც და ჩვენა უამრავი სიუჟეტი გვაქვს, მათ შორის მედიის მიერ გაკეთებული ნანახი, პრემისი, მერიაში დასაქმებული კონტროლერები, აი სატრანსპორტო კომპანიაში, მძღოლები, ისინიც კი სუსის რეკომენდაციით ინიშნებიან. სკოლაში მასწავლებელი პედაგოგი ვერ მივა სუსის რეკომენდაციის გარეშე და სუსმა ახლა გაიგო ეს ფერაძე ლიანდაგებიანა რო ხრავდა რკინიგზას. მარტოლა სამწუხაროდ ამოიწურა ჩვენი გაცემის ამ ნაწილისთვის განკუთვნილი დრო დღეს ამით დავასრულოთ. ლელა ჯეჯელავა აფასებდა პოლიტიკურ პერიპეტიებს. ახლა რეკლამის შემდეგ კიდევ ერთი სტუმარი გვერდება, ასე რომ დაგვერდით. მაშასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ვანო წერეთელია ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონო და მადლობა რომ გვესწრებთ. ბატონო, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადება დღეს შეფასების ერთ-ერთი მთავარი საგანი განცხადება, რომელშიც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მზად არიან ევროკომისიასთან დიალოგის განახლებისა და კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, მათ შორის ეგრეთ წოდებულ განჭურვალობის კანონთან დაკავშირებით. მოდით ამით დავიწყოთ და გითხარით, რას შეიძლება ნიშნავდეს ქართული ოცნების ეს პოზიცია, მით უფრო მასში, როცა სამხარაძის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ისევ ბრიუსელის ლანძღვასა და კრიტიკას ვისმენდით შალვა პაპუაშვილის მხრიდან, თუ ბრიუსელს რომელიმე კანონი, საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული რომელიმე კანონი არ მოსწონს, ცივი წყალი დალიოსო, ესეც კითხვა გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ. მაშინ რითი შეიძლება აიხსნას ის, რომ ერთს ამბობს შალვა პაპუაშვილი და მეორეს ნიკოლოზ სამხარაძე? დიდი მადლობა ეთერისთვის, მივესალმები ტელემაყურებელს. საინტერესო ფაზაში გადავდივართ, აქ ბევრი რამ არის ერთმანეთთან კავშირში. და ახლა ქართული ოცნება ცდილობს, რომ ის რაც მათ გარშემო ხდება და ცუდი რაღაცები ხდება, მათთვის ანუ გულისხმობ მაგალითად დავიწყოთ იმით, რომ ირანში ომი მალე დამთავრდება, რაც გახსნის შესაძლებლობას და ეს G7-ის შეხვედრაზე ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ გაცილებით გაიზარდოს რუსეთზე ზეწოლა და რუსეთი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების და აქ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გახლავთ, აქ გაიხსნება რა თქმა უნდა გარდა იმისა, რომ დაეხმარებიან სამხედრო თვალსაზრისით უკრაინას, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან დიდი ზეწოლა იქნება რუსეთის ენერგომატარებლებზე, რატომიმიტომ რომ გაიხსნება ჰორმუზის სრუტე. აი ეს არის რაღაცნაირად ახალი ჩარჩო, რომელშიც უწევს ქართულ ოცნებას რომ გადარჩეს და მეორე მათ საკუთარ ტყავზე იგრძნეს ერთი რამ, ნახეთ, მათ იციან რომ ევროკავშირში აღარ არსებობს ორბანი, რომელიც ხელს შეუშლის იმას, რასაც ხელს უშლიდა. მაგალითად, იგივე თუნდაც ინდივიდუალურ სანქციების გაზრდას და ბიძინა ივანიშვილის ფულზე ზეწოლას. ამ სიტყვებს ამ მიმართულებით სპეციალურად ვიყენებ, იმიტომ რომ ერთადერთი რაც ანაღლებს
ბიძინა ივანიშვილს ეს არის საკუთარი ფულის უსაფრთხოება. და ახლა მან იცის, რომ ყველაზე დიდი საფრთხე აი ამ დიდი გეოპოლიტიკური თამაშებიდან მოუწევს, რომ მან გადაიხადოს აფასური. და მეორე რის ეშინიათ ამ ქართველი ხალხის ქუჩაში ხელმეორედ გამოსვლის. ხო, ამიტომ რომ ის საათი, რომელიც ჩაირთო ჩვენთვისაც, ანუ ჩვენ მოლოდინში ვართ იმის, რომ დიდი ხნის განმავლობაში ჩვენს მიერ მოპოვებული ევროპასთან სიახლოვე შეიძლება ბიძინა ივანიშვილის არასწორი მოღალატეობრივი ქმედებების გამო დავკარგეთ. ამას ქართველი ხალხი რა თქმა უნდა არ მოითმეს და მათ ძალიან კარგად იციან, რომ ამ ბოლო წლების განმავლობაში თუ რამე იყო ბუნებრივი გამღიზიანებელი, ეს სწორედ ეს იყო. ამიტომ ეს განცხადება ახლა ნახეთ როგორ თამაშობენ, ერთის მხრივ არ უნდათ რომ იმ ნარატივს ბოლომდე უღალატონ, რითიც ყვებავდნენ ამდენი ხანი საკუთარ სმენელს, თუ რავი, რასაც უწოდებთ იმ ხალხს, ვინც ამ იმედის რაღაცა რუსულ პროპაგანდას უსმენს, რომ ისინი აგინებენ ასე ვთქვათ დასავლეთს, ხოლო მეორე მხრივ ჩანს შიში უკვე ამის, ხო, რაღაც საგარეო მიმართულების ხელმძღვანელმა პირდაპირ თქვა, ისიც ეშინიათ. და მესამე ეს არის ანუ გეოპოლიტიკური პროცესები ისე წავიდა, რომ ქართულ ოცნებას ეშინია. აუცილებლად ეს შიში ნამდვილად დადგა და ამის აღიარება მათ მოუწევდა. ახლა ცდილობენ რაღაცნაირად მე მაინც ამჯერამად რა თქმა უნდა გულწრფელობასაც ჭყალებში ვშვა და ეს განცხადებებიც არის ერთი მხრივ საქართველოს საზოგადოების ბოდიში ამ გამოთქმაზე მოტყუებისთვის და მეორე მხრივ ასევე შეყვანის ტყუილში ევროკავშირის წარმომადგენლების, რომ იქნებ მოახერხონ, რომ კიდევ ერთხელ გადავარდეს იზეწოლა ინდივიდუალური. აი ჯერ კიდე გუშინ ქართულ ოპოზიციაში ცალკეულ პოლიტიკოს გულისხმობ ბუნებრივია, გესმოდა განცხადებები, რომ ქართული ოცნება უკვე საფუძველს ამზადებს იმისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი გააუქმოს. გუშინ მაგალითად სალომე სამადაშვილმა გააკეთა ეს განცხადება, მას შემდეგ რაც სწორედ შალვა პაპუაშვილის პოზიცია მოისმინა იმის თაობაზე, რომ ევროკავშირი, დღევანდელი ევროკავშირი აღარ არის ის ევროკავშირი, რომლისკენაც ქვეყანა ამ ათწლეულების განმავლობაში მიისწრაფოდა. აი რა უნდა მაშინ საბოლოოდ ქართულ ოცნებას თქვენი აზრით, უნდა ევროპული ოჯახის წევრობა, თუ გაწევრიანების განაცხადის უკან წამოღება და აქვე უშუალოდ ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რადგან თქვენ თქვით, რომ ქართული ოცნების გულწრფელობაში ეჭვგეპარებათ, აქვე კიდევ ერთ კითხვას დაგისვავთ, არ ვიცი, როგორ პროცესების როგორ განვითარებას ელოდებით. დაიხევს ქართული ოცნება საბოლოოდ უკან თუ ეს სიტყვიერად გაჟღერებულ მზადყოფნას არც არაფერი მოყვება და ეს განცხადება დარჩება განცხადების დონეზე. ნახეთ, აი დავიწყოთ იმით, რა უნდა ზოგადად ქართულ ოცნებას და მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების ასე ვთქვათ შენარჩუნება. იდეალური მათთვის იქნებოდა თუ კი ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლებას, ანუ ავტოკრატიულ ძალაუფლებას აღიარებდა დასავლეთი და მიიღებდნენ მას აი ამ ავტოკრატიაში. და იტყოდა რომ მოდი საქართველოში ბიძინა ივანიშვილი მართავს ამ ფორმით, ჯერჯერობით სტატუს-კვო შევინარჩუნოთ და იყოს ეს ასე და მივიღოთ ის, მაგრამ ეს არ მოხდა. ანუ მისი არაღიარება და დილეგიტიმაცია სულ უფრო და უფრო ღრმავდება. ახლა მეორე საკითხი დგება მეორე ეტაპი. ანუ ასე ვთქვათ, გეგმავენ რომ ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნონ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლება და ახლა ცდილობენ აი ამ ლაბირინთებში სიარულს და ქართველი ხალხის მოტყუებას, რომ თითქოს დასავლეთი თავადგვეუბნება უარს და არაფერი მათი ბრალი არ არის. და ამიტომ მე ალტერნატივა უნდა მოძებნონ აი ამის ბაზას და რაც შეეხება, როდესაც მე ვთქვი, შიში საბოლოო ჯამში ყველაზე მეტი ძალაუფლების დაკარგვის არის ის, რომ ქართველი ხალხი არ მოითმენს ამას. ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, იმიტომ რომ ბოლო წლებში ვერ დავასრულე ეს ჩვენ ნახეთ, რომ ბუნებრივი გამღიზიანებლის ასე ვთქვათ ფორმულა იყო ნებისმიერი გადაწყვეტილება ქართული ოცნების, რომელიც ეხებოდა საქართველოს დაშორებას დასავლეთიდან. ხვასია ბოლო წლებში ყველაზე მეტი ხალხი სწორედ ამის წინააღმდეგ გამოვიდა. ამიტომ მათ იციან რომ ეს ბრაზი არსად წასულა. და არ წასულა კიდევ ერთი რამ, აი ჩვენ ელენე ხოშტარიას ჩანაწერს მოусმინეთ, ნიკა გვარამიას მოусმინეთ პირდაპირ ეთერში, ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს უსმენთ. ანუ ყველა მსხვილი პარტიის ლიდერი მზად არის რომ თავი გაწიროს ამისთვის, არავინ არსად წასვლას არ აპირებს. ხტებით რას ვწვავ, ამიტომ ბიძინა ივანიშვილმა ვერ მოუგო ვერავის, ერთი ვერ დაამარცხა დაპატიმრებული ადამიანები ციხეში, რომლებიც არ თანამშრომლობენ მასთან, ვერ დაამარცხა პოლიტიკური ლიდერები და პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური, რა ვიცი, ინდივიდებიც და ასე ვთქვათ, კოლექტივებიც, რომელიც მის წინააღმდეგ იბრძვიან და უფრო მეტიც 26 მაისს ჩვენ შევძელი დავაჩვენეთ ერთი რამ. დამყარდა ერთგვარი ქიმია შედგა საქართველოს საზოგადოებასა, ქართულ ხალხსა და ევროპულად მოაზროვნე პოლიტიკურ ალიანსს შორის. ხომ ასეა ოპოზიციის ალიანსს გულისხმობ ამ შემთხვევაში, რომელიც
მიყვება ერთ გზას, რომ არაღიარებისა და დელეგიტიმაციის ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებასთან არ თანამშრომლობის გზა არის ყველაზე სწორი. აი ამის ეშინი, ეს არის დიდი ჩარჩო, რომლის შიშებიც აქვს. საბოლოო ჯამში მათ იციან, რომ ვეღარ გაუძლებენ იმ ზეწოლას, ქართველი ხალხის იმ ზეწოლას ერთის მხრივ და მეორეს მხრივ დასავლეთის ზეწოლას, იმიტომ რომ წამზომი ნამდვილად ჩართულია და ახლა დრო მათზე არ მუშაობს. ძალიან სწრაფად აქვს ახლა ბიძინა სტუმარმაც თქვა, ლელა ჯეჯელავა იყო ჩვენი სტუმარი, რომ ბიძინა ივანიშვილის დრო უკვე ამოწურულია და დროც არ დარჩა ქართული ოცნების დამფუძნებელს ლავირებისთვის და რაღაცა პოლიტიკური სვლების გასაკეთებლად. ბატონო, ერთი კითხვა საქართველოს შესახებ ანგარიჟეც მინდა დაგისვათ, რომელსაც ევროპარლამენტი დღეს განიხილავს პლენარულ სხდომაზე, არ იქნება გასაკვირი თუ ვიტყვით, რომ ეს დოკუმენტიც ისე როგორც ბოლო 2 წლის განმავლობაში მიღებული სხვა არაერთი რეზოლუცია და ანგარიში არის ძალიან მწვავე და კრიტიკული ქართული ოცნების მისამართი. და კიდევ ერთხელ ის რასაც ბევრჯერ გვისაუბრია, რა გავლენა შეიძლება ქონდეს ასეთ კრიტიკულ ანგარიშებს საქართველოში შექმნილ ვითარებაზე და მეორე მხრივ რას უპასუხებთ ქართულ ოცნებას, რომელიც ამტკიცებს, რომ ასეთი ანგარიშები ეყრდნობა ქართული ოპოზიციური სპექტრის მიერ ბრიუსელისთვის მიწოდებულ დეზინფორმაციას, რაც თავის მხრივ ქვეყნის წინააღმდეგ საფრთხეებს ფასდება. ხო, ნახეთ, აი სამ კუთხეც ერთგვარ რაღაცა რამდენიმე წერტილს ქმნის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, ნახეთ რა უნდათ ერთის მხრივ მტრაბად მის იმპერია არის დემოკრატია. მოდი ეს დავალაგოთ რა. ქართული ოცნება ეს არის ავტოკრატია, ამიტომ მის იმპერია არის დემოკრატია. ახლა ის ცდილობს, რომ დემოკრატია დაგვანახოს არა მის მტრად, არამედ საქართველოს მტრად. ხო, ეს არის მისი ერთი ქცევა. მეორე, რასაც ისინი აკეთებენ, ეს არის რომ საქართველოში ამ კანონების ფარგლებში დაიჭირონ ის ადამიანები, რომელთა პირდაპირი მოვალეობა და ვალდებულება საუბარი იმ საშინელებაზე, რაც საქართველოში ხდება, ანუ დემოკრატიის განადგურებაზე, ხო? ნახეთ, რა დონეზე ჩავიდნენ, მკვლევრებსაც კი პრობლემებს უქმნიან, მკვლევრებს, რომელთა საქმეც სწორედ ეს არის, რომ პოლიტიკური თეორიების, პოლიტიკური ცოდნის ფარგლებში დაწერონ ტექსტები, ამას ამბობენ, რომ ეს არის რაღაც უცხო ძალისთვის საქმისკეთება და ამ ხალხს ამაზე აპატიმრებენ. რატომ? იმიტომ რომ სხვა გზა არ აქვს. მათ იციან, რომ აქედან გასული ინფორმაცია და სინამდვილე იმის აღწერა, რაც საქართველოში ხდება, მათზე ზეწოლას გაზრდის. ხო, ამ სივრციდან ისინი ვერ გავლენ ვერანაირად. ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ ახლა მოდის რუსეთის დამარცხების დრო. გულწრფელად ვამბობ, ირანის ომმა ცოტათი გაახანგძლივა კიდე, რატომ? იმიტომ რომ რაღაცა ყურადღება გადავიდა იქით, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ, ეკონომიკური ბერკეტების გამოყენების შესაძლებლობები ცოტა შეზღუდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახლა ეს სრულდება. ირანში ამ ფორმითაც ომის დასრულება არის რუსეთის დასუსტება, იმიტომ რომ ყველა ეს G7-მაც აჩვენა და მათ შორის დასუსტება საქართველოში რუსეთის გაგრძელებად. რატომ? იმიტომ რომ ვინ და ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე კარგად იცის რაზე დგას ის და ის დგას პუტინის ძალაზე. ანუ ის სუვერენული ხელისუფალი არ არის. თუნდაც ავტოკრატი საკუთარი ძალაუფლება არ აქვს. საყრდენი, რომელზედაც ის დგას, არის კრემლში. თუ კი სუსტდება კრემლი, მაშინ სუსტდება ბიძინა ივანიშვილიც. ეს არის ასე მუშაობს. ამიტომაც აი ეს მათ ეს ძალიან კარგად იციან. ამის ტვინი ყოფნით, რომ ის ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, მათაც აწონ-დაწონონ კარგად და ხვდებიან, რომ ხვალ უფრო მძიმე დღე ექნებათ ვიდრე დღეს. ზეგ უფრო მძიმე დღე ექნებათ ვიდრე დღეს. ამიტომაც მიდიან ამ ტყუილზე და ხვალ ცდილობენ აი ამ ლაბირინთებიდან როგორღაც გადარჩენილები გამოვიდნენ. ბევრი დრო არ გვაქვს, ამიტომ კიდევ ერთ აქტუალურ საკითხს მინდა შევეხოთ. ქართულმა ოცნებამ მორიგი კორუფციული სქემა გაშიფრა. უბრალოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ამიტომ რამდენიმე წუთი ახლა ამ თემაზეც სამჯერად სუსის ანტიკორუფციულმა სამსახურმა საქართველოს რკინიგზის ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და კიდევ 7 პირი ამხილა აი ამ კორუფციულ საქმიანობაში. 8 ადამიანიდან 6 პირი დაკავებულია. დავით ფერაძე კი აღმოჩნდა, რომ არ იმყოფება საქართველოში, შესაბამისად მასზე ძებნა გამოცხადდა. ბრალდება სერიოზულია სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების და უკანონოდ მოპოვებული ქონების დაუფლება. რა სიტყვით, რიგი პოლიტიკოსი კორუფციის ამდენი ფაქტის გამოვლენაში ხედავს არა იმას, რომ ქართული ოცნება კორუფციას ებრძვის, არამედ იმას, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში იპარავს ყველა. აი თქვენთვის რისი მაჩვენებელია პროცესი, რასაც 1 წელია ახალი სერიების სახით უყურებთ. კი, მოდი ორი რამ უნდა ვთქვათ აქ ამ შემთხვევაში, ქართულ ოცნებას მოუწია და სხვანაირად ვეღარ იქნება, რომ ფარდა ეხადა და თავისთავად ელაპარაკა თავად რა იყო მისი მმართველობა. ანუ ყველა დიდი თანამდებობის პირი, უმაღლესი თანამდებობის პირი დაპატიმრებულია კორუფციასთან დაკავშირებით. ანუ ისინი აღიარებენ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში 2012 წლიდან ქართული ოცნების სისტემა იყო კორუფციული. რატომ მოუწიათ ახლა ეს? ერთადერთი
ერთადერთი ისევ გადარჩენა. ქართული ბიძინა ივანიშვილმა იცის რომ უნდა გადარჩეს, ამიტომ ახლა ცდილობს დაანახოს საზოგადოებას, რომ თითქოს ახალი ხელისუფლება მოვიდა სათავეში. რომ თითქოს აი ამას ვინც ახლა მართავს და ძალაუფლება ვისაც ახლა აქ ხელში ხომ, ის არ არის იმის გაგრძელება, რაც მანამდე იყო. დიახ, ნახეთ, რა ტექსტებს უშვებენ. ირაკლი კობახიძის თავრობა პასუხს არ აგებს. ასეთ მიდგომას შეიძლება ქონდეს ლოგიკა. ეს არ არის ლოგიკური, უბრალოდ სხვა ლოგიკა არ აქვს. მათ იციან რომ ეს ასე თუ არ აკეთეს, რაღაცების აღიარება უწევთ. სხვანაირად ვერ გადარჩებიან და ეს არის ვაბანკზე წასვლა, რომ წვეტა გააკეთონ თითქოს საზოგადოებას, დაანახონ თითქოს ის რომ ეს არ არის გაგრძელება იმისი, რაც მანამდე იყო. უფრო მეტსაც გეტყვის, არა დაზუსტებით ვიცი რომ ახლაც იგივე გრძელდება. ის რომ კონკრეტული ადამიანები ფულსა შოულობს, დაუშვათ, რა ვიცი, დაუშვათ ახლანდელი პრემიერ-მინისტრის შესაძლოა არ იყოს კორუფციაში ჩაბმული. ეს არ გულისხმობს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ აშენებული 2012 წლიდან დღემდე აშენებული სისტემა არ არის კორუფციული. და არ არის ის, რასაც სამეცნიერო ლიტერატურაში მაფია სტეიტს უწოდებენ. ეს არის ასე ნამდვილად, იმიტომ რომ კორუფცია სასამართლოშიც, კორუფცია ნებისმიერი მიმართულებით პოლიციაში და შემდეგ რას გულისხმობ? ანუ ეს ადამიანები, ვინც ამ საშინელ გადაწყვეტილებებს იღებენ, თუნდაც ტენდერებთან, თუნდაც სასამართლო გადაწყვეტილებებთან, ყველანი ზუსტად რომ კორუფციაში არიან ჩართულები, იმიტომ რომ მიიღონ ნამცეცები ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლებისგან. ეს არის მათი მიზანი, ამიტომ რამდენიც არ უნდა ეცადოს ახლა ბიძინა ივანიშვილი, რომ ეს წვეტა თითქოს დაგვაჯეროს, რა თქმა უნდა ეს ასე არ იქნება. მას საკუთარი თავის განადგურება აქვს დაწყებული. ეს არის საკუთარი სისტემის ჭამა, რაც მიიყვანს იქამდე, რომ საბოლოოდ მოუწევს ძალაუფლების დათმობა. მადლობა ბატონო სტუმრობისთვის. ეს ამით ვასრულებთ. ბანო წერეთელი კოალიციის ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი პასუხობდა ჩვენს კითხვებს. დღის ნიუსრომი ამით დასრულებულია. ერთმანეთს ნიუსრომში უკვე 11 საათზე, ხვალ 11 საათზე შევხვდებით. ნახვამდის.